მოკლედ დავბრუნდით ჩემო ძვირფასებო და სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, გეტყვით და აუცილებლად კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ყოველ შაბათს კვირას საღამოს 8 საათზე კომედიახზე უნდა უყუროთ სერიალს მიხოდა, მაგრამ ძალიან მაგარი სერიალი ველოდება წინ. და აქედან გამომდინარე, ჩემო ნიკოლოზ, უნდა ვთქვა, რომ ესე იგი მოგელი რეკავს გამუდმებით. მზიასთვის გადაუღია რაღაცა ვიდეო რგოლის სიმღერის და თუ მოვასწარიო იქნება გადაცემა ისე არ დაამთავროთო რომ იმედია მოგვისწრებს ასე დარეკა უკვე და იმედია ჩვენი მოგელი ბატონო მოგელი მოკლედ მოგელი ახლა კი მე მგონია ჩემო პატა ძვირფასო ჩემო ბიჭებო გსაურელებო ქალბატონებო და ბატონებო დროა ჩვენ სტუმარზე გადავიდეთ მინდა ძალიან კარგი სტუმარი წარმოგიდგინოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს არაჩვეულებრივ ტელემაყურებელსაც ძალიან მოეწონება ჩვენი საზოგადოებრივი ადამიანის სტუმრობა. მადლობა. მოგლედ ჩემო ძვირფასებო, ჩემო კარგებო, ღრმად პატივცემულო საზოგადოებამ, ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, გთხოვთ მივესალმოთ ჩვენი დღევანდელი შოუს სტუმარი გახლავთ ჩემი და საქართველოს მეგობარი პატა გულიაშვილი. ესე იგი გისდები ამ ადგილზე. როგორ არის, იცი თუ კარგად მოიქცევი კიდე ის სტუმარი რო ხარ. ხო, და იმედი მაქვს რომ ერთხელ ვიქნებით ერთმანეთის სტუმრები ჩემო პატა. რა შვები, როგორ ახარ, სად ახარ? ესე იგი, რა ვიცი, უკვე დაახლოებით 11 საათი გავიდა არ მინახე ხარ. რაც მეძინა. სად ვარ და იქ ვარ, სადაც ფაქტიურად შენც ხარ ხოლმე და საქმეზე გადავალ. ხო, რა ხდება ზოგადად? დაბნეულობა არ გამოიწვიოს ჩვენს ტელემაყურებელში. მოკლედ, რა ხდება და რა არის ჩემი სტუმრობის დღევანდელი, ასე ვთქვათ, მიზეზი. 7 თებერვალს 2026 წლის 7 თებერვალს ძალიან ბევრი ფიქრის შემდეგ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ნერვიულობის შემდეგ და ძალიან ბევრი დრო დაჭირდა ამ გადაწყვეტილებას მივიღეთ მოკლედ გადაწყვეტილება მე და ჩემმა ნიკოლოზმა რომ ჩვენს უმშვენიერეს დედაქალაქს ჩვენს თბილისს შევმატოთ კიდევ ერთი თეატრი და დაიწყება პატა გულიაშვილის კომედიის თეატრი რომლის დამფუძნებლებიც ვიქნებით მე და ნიკოლოზი და რა ვიცი დანარჩენი მკითხე და დაწვრილებით ვილაპარაკე მეც ვარ ნახსენებ რაც თავარია მინდა ვთქვა რომ სადღაც ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას ჩვენ ტელემაყურებელს რომ უკვე 10 დეკემბრიდან გაიყიდება თებერვლისთვის ბილეთები სულ არის 50 ადამიანზე გათვლილი მობილური სტილის თეატრი იქნება და ასე რომ დაიწყო ბილეთების გაყიდვა ყურადღებით იყავით იმიტომ რომ ჯერ თეატრი არ გახსნა და უკვე გასტროლი დაგეგმილი ოქტომბერში წავალთ იქნება ისე გადავდივარ კითხების გარეშე. ხო. იქნება ყოველთვის იქნება იუმორით გაჯერებული სპექტაკლები. მარტივად რო ვთქვათ რა ადამიანურ ენაზე საღამოს 7 საათზე იქნება ხოლმე წარმოდგენები. მოგინდათ ძალიან მაგრად გადაიღალეთ მთელი დღე გადატვირთული, აი ეს იქნება თეატრი სადაც მობრძანდებით და ყოველთვის დაგხვდებათ კომედიური ჟანრის სპექტაკლები. და არა მარტო სპექტაკლები. დიახ, და ჩემო პატა, მინდა გითხრა უკვე შემოვიდა ერთი კითხვა. ჩვენი რა სეგმენტზე იქნება ზოგადად გათვლილი, ანუ მაყურებელი ბავშვი, დიდი, საშუალო, ახალგაზრდა, გაზრდა. ანუ შეზღუდვა ამისი არ აქვს. არა, არავით არის +18 და ხო. იქნება ძალიან ჯანსაღი იუმორი, პრინციპში რასაც ჩვენ ვაკეთებთ იმის გარდა რომ იქნება ასე ვთქვათ კონკრეტული პიესები, ცნობილი ქართველი კომედიური ჟანრის წერლების, დრამატურგების, ასევე ახალი თანამედროვე ჯერ არ არსებული ამის გარდა იქნება ასე ვთქვათ მინიატურების თეატრი, რომელიც ძალიან მე ვთვლი რომ გენიოს და ბევრი დამეთანხმება
თენგის ჩანტლაძეს ჰქონდა ასეთი თეატრი, რომელიც დღეს სამწუხაროდ აღარ არსებობს და ამანაც განაპირობა, რომ მე მგონია, რომ ყველა მის საქმე უნდა აკეთოს ჩვენზე. რაც ასე ვთქვათ, შეძლების დაგვარად გამოგვდის. მინიატურები იქნება ცნობილ მსახიობებთან შეხვედრები, კითხვა-პასუხის რეჟიმში, იგივე არ ვიცი, ბატონ მურმანჯინორიასთან, გოგა ბარბაქაძესთან, იგივე ახლა ბევრს აქვს სურვილი, რომ ვიზუალურად, ფიზიკურად გაიცნოს ცნობილი ადამიანები დღეს, ვინც ასე ვთქვათ, ამ ჟანრში მუშაობს ტელევიზიით ან თეატრში და როგორც თქვი, იქნება აუცილებლად იქნება ჩვენი პოპულარული სერიალი მიხო და მარო სასცენო ვერსია, პატარა მოკლე, ასე ვთქვათ, მინიატურები იქნებიან ჩვენი სერიალის მსახიობები დაკავებული თეატრში, ისევე როგორც ყველა თეატრების, არა მარტო თბილისის, საქართველოს რეგიონების თეატრების კომედი მიმართულების მსახიობები. ანუ იმის გარდა რომ ეს რაღაც ბირთვი იქნება, იმის გარდა ამ სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა მსახიობები, ხალხისთვის ზოგი ცნობილი. ბატონო, ცნობილი მსახიობები და ასევე ძალიან ცნობილი რეჟისორები დადგავენ სპექტაკლებს. ესე იგი, ამბავი კიდე არის ერთი, რომ უკვე მარტიდან, მე კიდევ მივაწვით ინფორმაციას მაყურებელს, გაიხსნება სტუდია ამ თეატრთან არსებული, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად სცენარისტების მიმართულებით არის ხოლმე ხანდახან, რომ რაღაცა პრობლემას ვეჩეხებით და ერთი და იგივე ადამიანები არიან, რაღაცნაირად ახალი გონება ჭირდება და აი შეიძლება 11-დან 16 წლამდე ბავშვებს მივიღებთ, ვისაც შევასწავლით, ასე ვთქვათ, ამ მიმართულების, ამ ჟანრში, როგორ უნდა იმუშაონ ეკრანზე და უშუალოდ სცენაზე დაედგმება სპექტაკლები ივლიან გასტროლებზე და თუ აღმოვაჩინეთ კარგი ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც წერა გამოსდით, ანეკდოტს კარგად ყვებიან, იგონებენ ამა თუ იმ ამბავს, რომელსაც ფურცელზე გადმოტანა შეუძლია, იქნებიან ჩვენთან მივიღებთ, დავიტოვებთ, ასევე მესამე და მეოთხე კურსის თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან გვექნება, ასე ვთქვათ, გასინჯვა მოდის კასტინგი, რომ მივიღოთ და იმუშაოთ ჩვენთან, იქნება ანაზღაურებით, რა თქმა უნდა და ყველა იმ ადამიანს, ვისაც სიცილი რაშვება, სიცოცხლე სხვა ხანგრძლივ. რას ვაკეთებთ? ვინც ამ დევიზით ცხოვრობს, აი მერწმუნეთ, რომ ისეთი კერა გაჩნდება ჩვენ დედაქალაქში, რომ აი, არ ვიცი, ნამდვილად ვერ მოსწყვეტ სხვა ამბავს ახლა ჩვენ დალევა გვიყვარს ისეთი, მაგრამ კაი დროს შევარჩიეთ. 7 საათზე დაიწყება, საათ დაწუთიანი წარმოდგენა იქნება და მერე შეგვიძლია ერთად გავაგრძელოთ. კი ბატონო. და როგორც ხვდები და დაგეგმილი გვაქვს, ჩემო პატა, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ესეთი მეგობრული ატმოსფერო, ისეთი შვიდი წყნარი, ესეთ გარემო, სადაც შეუძლია ადამიანს ეს არის ძალიან როგორც დაისვენოს და პატარა თეატრია 50 ადამიანზე გათვლილი. არის იქ იმის საშუალება, ასე ვთქვათ, იქნება რამოდენიმე ადგილი, VIP ადგილი, იმიტომ რომ სტანდარტი მოითხოვს, რომ ესეთი მსგავსი თეატრები იყოს რაღაცა ეხლა იქ დასალევზე ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ რაღაცა არიან ადამიანები, ვისაც სხვანაირად ოჯახის გარემოში უნდა რომ უყუროს და ესეთი ადგილიც იქნება. არ იქნება, ასე ვთქვათ, ძვირი ხელმისაწვდომი იქნება ამ ყველაფერს მე თანდათან გაგაგებინებთ. პირველი პიესა ახლა მზადდება. დიახ. სამუშაო სათაური გახლავთ, ჩვენ ქართველები ვართ. იქნება ბატონი ნიკოლო ზარაბიძე, იქნება რატი ტვილდიანი, ჩვენი მოგელი, იქნება ვასკა გრეგალაშვილი და თქვენი მონამორჩილი ვითამაშებთ ამ პირველ წარმოდგენას. და მე ძალიან ნერვიულობთ, თუმცა ჩვენ თავის იმედი გვაქვს. საერთოდ არის რაღაცნაირად არ საუბრობენ და რთულია, მაგრამ რაღაცნაირად არც უსაუბრობა გამოვა. იმიტომ რომ აგერ ხართ თქვენ ჩვენი ოძვიფას ტელემაყურებლებო და ნამდვილად იცით ჩვენი ასეთ თუ ისე შესაძლებლობები, მოკლედ ვისაც გიყვართ, ვისაც მოგწონთ ჩვენი შემოქმედება და ვისაც არ მოგწონთ განსაკუთრებით იმათვისაც შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახოთ
რომ ჩვენ პროფესიით რაც გახლავართ, ის გვინდა რომ გადმოვიტანოთ და ფიქრობ რომ დღევანდელ სიტუაციაში თეატრის ზოგადად თეატრის გახსნა ძალიან ბევრ რამეზე მეტყველებს და ძალიან მიხარია რომ ჩემი რაღაცნაირი ოცნება ახდა სიტანეთ. ნამდვილად და ნუ ეს რა თქმა უნდა ეს ყველაფერი სალაპარაკოდ უფრო მარტივია და ძალიან ბევრს შრომობ და ვაკეთებთ ამისთვის დაწყებული შემოქმედებითი მხარიდან მეც და ღებვით და რა ვიცი. მეც და პატაც ჩართული ვარ და ახლა გამოვიცვალეთ წეღანის რა ქვია. კი, ჩვენი ხელით ვაკეთებთ, მოგეხსენებათ ფართი. ჩვენი არ არის, ვიქირავეთ რაღაც კონკრეტული ფართი და რაღაცნაირად რემონტებში ვართ რა, მაგრამ იმედი მაქვს რომ გამოვა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ესეთი თეატრი ძალიან საჭიროა რა დღეს იმ მიმართულების შემოქმედება რა საქმესაც ჩვენ ვაკეთებთ, იქნება ძალიან კარგი ჩართულობა მაყურებლის. აი ძალიან მაგალითად მაყურებელი ნახავს როგორ იდგმება სპექტაკლები, რა ვითარებაში კეთდება ესა თუ ის როლი, შეიძლება გამოვიყენოთ კიდევაც მაყურებელი, რომელიც მობრძანდება იქ და თხოვოთ პირობითად იძახის, სურვილით ექნება რომ არის რაღაცა პატარა იუმორისტული მონოლოგი და ქარია საჭირო და მივცეთ ვენტილატორი და უთხრათ რომ ამ ადგილას ახლა მიუჩვიეთ თვითონ ქარია. და აი ასე ბევრი საინტერესო მნიშვნელოვანი საერთოდ არსებობს ასეთი ტიპის თეატრების ფესტივალები, გასტროლზე რო ვისაუბრე და პოლონეთიდან დამიკავშირდნენ აუხსენირო თეატრს და უკვე ოქტომბერში ჯერ არ გამოსული სპექტაკლი მიიწვიეს ფესტივალზე და ძალიან მიხარია რომ პირველივე ნაბიჯებს გასტროლით დავიწყებ და გავიგებთ მოკლედ შემოგობრებია. მოკლედ, რა ვიცი, ყველაფრის ალბათ აქ ძნელი იქნება იმის ახსნა ყველაფრის, მაგრამ რაც იდეაში გვაქვს, ბევრი რამე გვაქვს ჩაფიქრებული, ანუ იმის თქმა მინდა კიდე ჩემო პატარო, რა ვიცი, და ეს ყველაფერი შემოქმედებითი კუთხითაც, თუნდაც ინიციატივა ჩემი მხრიდან იგივე მაყურებლის საბავშვო სტუდია იქნება თუ რა მთელი ამბები. მოკლედ ჩვენთან ერთად იმ ახალგაზრდებსაც, ძველგაზრდებსაც და ბევრ ადამიანს ექნება იმის საშუალება რომ როგორ არის ეხა ის თქმა მინდოდა რომ ამ ფესტივალთან კონკრეტულ ფესტივალთან დიდი ხნის ურთიერთობა მქონდა მე 12 წელი იცი რომ თელავიშიც ხელმძღვანელობდი და ამათ ძირითადად იუმორისტული სპექტაკლი ჟანრის ფესტივალია რა და ამათმა იციან გამოცდილება აქვს ჩვენთან ურთიერთობის და აქ არ არის მარტო დაუშვათ ძალიან ბევრი ქვეყნიდან ჩამოდიან და ესეთი მობილური თეატრების ფესტივალი. ქუჩაში თამაშობენ იქ სპექტაკლებს, დიდი მონიტორია, ნათარგმნია წინასწარ პიესა და ტიტრი მისდევს და ასე ვთქვათ, ის საწყისი რაც იყო დაუშვათ თავის დროზე საუკუნეების წინ ამ მიმართულების ჩვენთან ბერიკაობა ერქვა ამას და იყო ეს კიდე აი ერეკლეს დროს მაჩაბელას დასი ჯერ კიდე ამ მიმართულებით მუშაობდა, მერე დაიხვეწა, გაკეთდა და მაქსიმალურ მეფის კარზე იგივე, ხო, ევროპაში ხა ჯამბაზები რო ამბობდნენ, სათქმელს ისეთი უნდა. და აი ამ მიმართულებით ცდილობენ რომ რაღაც ტრადიცია არ დაკარგოს. და აქ ყველაზე კაი რა არის, იცი? თანხას ისინი იხდიან, რომ ჩახვიდე. და არ არის დიდი გასტროლი, მაგრამ ამ ახალბედა და თოთო თეატრისთვის ძალიან კაია და მიხარია ესეთი ამბავი. ხდება. ყოველი ესეთი მსგავსი რაღაც გასტროლი კიდე უფრო ძალიან კარგი იქნება, რაც თქვი, ამ ბავშვებთან ურთიერთობა, აი სტუდიას რასაც გულისხმობ და რაც გაკეთდება უკვე მარტიდან. იმიტომ რომ აი მივცეთ ახალგაზრდებს იმის საშუალება, ვისაც აქვს სურვილი, რომ შეიძლება ესეთი მსახიობი უნდა რომ სტუდიიდან რაღაცა მიიღოს და ასე ვთქვათ, ჩვენი ხელმძღვანელობით თუ კი რაღაცა სიმპათიები აქვთ ბავშვებს, უფრო მეტად იხსნებიან ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ მეგობრებს აქვთ რაღაცა სტუდიები და არის ეს გამოცდილება. ზოგადად იმის თქვა მინდა, რომ ეს მარტო ერთი მიმართულებით იქ ბავშვები როგორც ყველგან ხდება ხოლმე მეტყველების, მუსიკის, ცეკვის თუ ეს ყველაფერი რაც სასცენო მოძრაობა და ეს ჩვენი მიმართულება იუმორისტული ჟანრი. საერთოდ სცენაზე დგომის კულტურა საწყისი ნაბიჯები, ასე ვთქვათ რა. კი ბატონო, კი ბატონო. მოკლედ ყველაფერს თანდათან გეტყვით
და იმედი მაქვს რომ ეს თეატრი თავის სათქმელს იტყვის. დარწმუნებული ვარ ჩემო პატა. ეს ყველაფერი ასე იქნება. ახლა კი ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, მაინც ახლა ეს საინფორმაციო სახის მერე კიდე გაგვახსენდება საუბრძო რაღაცები და ესე მიუბრუნდებით ხოლმე პერიოდულად ამგეს. თან ახლა როგორ შეიძლება ხა პატა გულიაშვილი რო არის და გვაქვს იმის საშუალება, როცა სხვა გვყავს სტუმარი და ჩვენ ვერთვებით ხოლმე რაღაცებს ვიხსენებთ 1000 თავს გადახდენილ თუ გაგონილ თუ რაღაცა ისტორიას და მოდი რაღაცა ხა მხიარული ისტორიას რომ მოვყვეთ ახლა როგორ შეიძლება ისე ხო რა შეეხება ეხა მხიარული ისტორიას სულ ახლახან მოხდა ეს ამბავი ეს ყური უნდა მოვიხსნა იმიტომ რომ შეიძლება მომიწიოს ადგილი ესე იგი რამოდენიმე ხნის უკან მოკლედ მოხდა რაღაცა ცუდი ისტორია ოჯახში ერთ-ერთ ჩემს ძალიან კარგ მეგობარს გარდაეცვალა ბიძა და არსებობს თურმე ასეთი სოფელი დღნორისა და მოგვიწია ასე ვთქვათ ჩასვლა თავისთავად როგორც ხდება ხოლმე მაგრამ ჩავედი და რას ვხედავ რა ვნახე ეს სოფელი სადაც არის ეს ასე ვთქვათ სასაფლაო რაღა ასე ვთქვათ სასაფლაო აი ასეთ აი უყურეთ აი ესია რა აი აქ უნდა დავგრძალოთ და ჩვენ უნდა მანქანა ვერადის უნდა ავიდეთ ეხლა რა ხდება იცი სამჯერ რო დავგორდი მივხვდი მე რომ მეოთხეთ აღარ უნდა ავიდე და იქვე ძირში რო დაველოდე მაგრამ ეს რაღაცას პატივისცემის ამბავი არა უნდა რაღაცა უცნაურ ადგილასა ვარ თან ცივა ასე მიკეთებს ყბა ვერ ჩერდები ხო იცი ეს რო ცივა რა თან უყურებ რომ ვიძახი წნევა მაქვს რაღაცა ყველაფერი არის ცერად აი ასე ეგ კი არა ძაღლი იყო ძაღლი და ესა სხვა ჭიშკარი და ძაღლი არის ეს და აქ შემოვიდა და წეს ხوير აქედან შემოადევდა ძაღლი გავარდება და ვუ არ შემოხვიდა რა ეს ძაღლი არის ასე და დაბლა გიყებს გადიო ვუ შენ შემოდიხარ აქედან მაღლა აი ძალიან ბევრი ხალხია რა იუდა რო გამოგეკიდოს მაგრამ ვერა აი დაბლა ჩავ ვუ არ შემოხვიდი და ესე იგი არის ერთი ამბავი ნუ აი ვიცახი უყურებ ახლა მეგობრებს ვისთანაც ერთათავარო ადამიანებო თქვენც გძნობთ ამას თუ მე ვარ მაგრამ 1-2 რო დაგორებაში რო გამისწრო დაგორებაში მივხვდი ფაქტიურად აი ის აი დაიცი რო ავმარხეთ ადამიანს აი სხვა არაფერი არ შეიძლება რომ ამას დააკვნა ავმარხეთ და ვიძახი ეხლა თუ ეს ჭირის სუფრაც 100 არის თამადის ადგილი წარმოვიდგინე მაინც არავის ეს ხო შეყუდებული და 100 თამადობდა აბა აცხონა ღმერთს რაკენით თავი კაცები ხო არის თავი კაცი რომ რაკენით გამოთხარეთ საფლავი აი გეუბნები რა ესეთი არაფერი არ მინახია გაანათოს ღმერთმა ამდენ წლის გარდაიცვალა არ ვიცი მაგრამ არანაირად მიაღწია იქამდე აქ არ გინა და ის შენი ანეკდოტი მახსენდებოდა ხო ვიცი რო თოხლიან რა კარგათო ზუსტად აი მე წარმოვიდი ხო ახლა რაში გაგეხარდებოდათ ახლა ჩვენი მეგობრის ვიცი გარდაცვალე მაგაზე ის ძველი ამბავია ხო ის ძალიან მესაფლავები ხო ავიდნენ ახლა და ერთმა რო უთხრა აი ხა ესო გირგი დაიმეთო და ლომი დაიმეთო ესო დინამეტები მაქვს სახშიო და ჩავდო თუ ეს დინამეტები ავაფეთქებთო უცეფო და მე ჩაუსწოროთ ეს კუთხეები იქით აქ ჩვენ ეს პურმარილი შევირგოთ რაც ეს რაღაცა და ცოტა ზედმეტი მოუვიდათ ეს დალევა და მე ერთს გაახსენა საწყალს ვაზია მოიყვანებენო და ხო და ის დინამეტები მოარბენი ამ კაცმა დადეს 1 2 3 4 და მეორე მუთხრა აქო ქვიანი არ ეყოფა ესო
და ჩავამატოთ 1-4 კიდე შუაშიო. და ჩაამატეს და რომ მოუკიდეს ამას რო აფეთქდა ეს. ეს კუბოები და თავის ქალები ფრიალობს აერში. თავის ქალები ფრიალობს. ერთ 30 მეტრის რადიუსში რაც იყო. ვისი თავის ქალა ვისაზო შეგდო ორი კვირა ავსებდა მთელი სოფელი. აი მაგაზე გამახე რა ისტორიას დამოყვება ხოლმე ხო იცი და ის გამახსენდა ძალიან მაგარი ოპერის მომღერალი გარდაიცვალა რა. ოპერის მომღერალი გარდაიცვალა და ჩაასვენეს და იქ არის სტუმრად კაცი და იმისთან ატაში დაწყესო სამჯერ ამოვიდა ბისზე. ესე საოცარი იყო რა. ხო, კიდე რა მინდა იცი მე თქვა რომ აი ვახსენე რა რომ გვექნება მეთქი აი რო ავიყვანთ ბავშვებს განსაკუთრებით რაღაცა სინჯები გვექნება რა. ხო, გებატონო. ხო და არ უნდა მოერიდოთ. ხო არის რაღაცა ის გამახსენდა ეხა რა. ძალიან კაი იმას საუბრობდით რა ქვია რომ დაუშვათ როგორ შეიძლება გამომცდელი იყოს მისული ამა თუ იმ თეატრში დაუშვათ ხო ხდება რაღაცები რა ხო და რა ვიცი სანამ ალბათ მაინც ჩვენგან ელოდებიან რომ რაღაცა იუმორისტული ნომერივით გავაკეთოთ ერთხელ კიდე მინდა ვთქვა რომ არა თეატრი თავისთავად სერიოზულია მაგრამ კომედი თეატრი უკვე გაღებების საშუალებას გაძლევთ და მე მინდა რომ გითხრათ რომ 7 თებერვალს გაიხსნება ეს თეატრი კიდევ ერთხელ გითხრათ და ძალიან იმედი გვაქვს მე და ნიკოლოს თქვენი ხარდაჭერის ჩვენი ბიჭები აგერ ჩვენი მსახიობები რომ ივლით და კიდევ ერთი ძალიან ლამაზი კარგი და სასიხარულო და სასაცილო კაი ხასიათის კერა გაჩნდება ჩვენ ლამაზ თბილისში. ბატონო. აი ესე იგი შეობადა რაზეც საუბრობდით რა რომ მოხვალ რომ მიდიხარ მსგავს ადგილას რომ გინდა რაღაც გასაუბრებასავით ეხლა ხდება ხა თეატრში თუ სტუდია თუ რაც ნებისმიერ სამსახურში ნებისმიერ სამსახურში და ახლა ამ მიმართულებით რომ ხდება და რაც წეგან ახსენო რომ არ უნდა მოგერიდოს რაღაც ეტიუდის თუ რაღაც რო გთხოვე რომ ეს უნდა გააკეთო უნდა გააკეთო ხო როგორც შეგიძლია და წარმოგიდგენია ერთ-ერთ ჩვენ პროექტში გავაკეთე მე რო ვაბარებდი მითხეს რომ ძაღლი ხარო და ასე ვთქვათ ყასაბთან დგახარო რომ რაღაც გადმოგიგდოსო და მე ჩავაბარე 95 წელს ხორცი არ ვიცოდი რა რანაირად გავაკეთე ჯერ ძაღლი ვაფშე ხორცს რატო ჭამს მე ჩვენ ჭამთ გვინდა იმიტომ რომ სოიოს კატლეტები იყო მაშინ ბატონო ხო აი ანუ მინდა ვთქვა რომ შეიძლება იმპროვიზაცია გააკეთო რაღაცა ისეთი რომ შენ გაქვს მარტო და მე ხო იცი არტისტები როგორი ეშმაკი ხალხი ვართ ჩვენ ზოგი კარგად აკეთებს მაგალითად ეწიუც რაღაცა ჩაიდანს ზოგი კარგად აკეთებს, კარგად მღერის. ზოგი კარგად არის და იმას ამბობენ ხოლმე რომ ეს დამავალესო. და ეს გავაკეთე. ხო, რაც გამოვა. ახლა ალალათ ახლა ძაღლი და რატო დამავალეს? ძაღლი, ყასაბი. ჩვენმა მეგობრებმა სულუხსეები ეს ისტორიაც არაერთხელ გვითხოვს ტორჩი რო ის რაღაცეთი უცაკეთებენ და სცენაზე დგას შიშველი სცენა მეტი არაფერი და შედიხარ დირექტორთან და მეგრულად რო დააკაკუნა. როგორ? მეგრულ კაკუკა. ამას რომელი რამასალა გამოსცემს მსგავს დაგაკუნების ხმა მეგრული მეტად კაკუკა. ხოდა აი ასეთი რამ რო წარმოვიდგინოთ ახლა რომ მე ვარ გამომცდელი და შენ მოხოდი ჩემთან კასტინგი დავარქვა თან შერჩევა თუ რა ვიცი აი თან იმედი მაქვს რომ მოგელიც იქნება მოვიდეს მანამდე და მოიტანოს ეს მოგელი სად არის ხო მოგელი სად არის ხო რო კითხოს ტრაფია და ჰე კაი კი ბატონო შევთავაზო დავიწყოთ რასაც მეტყვი მოგდევ კი ბატონო კარგი დავიწყოთ